ეს მე ვარ, რომელიც თვალე ბახვეული და თავზე ტომარა ჩამოცმული ვატარებ მანქანას. ეს კი თათია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საიდან გაყო თავი ამ შარში, ისევე როგორც დანარჩენმა 7-მა ადამიანმა. საქმე იმაშია, რომ ამ ვიდეოში გადავწყვიტე ერთ-ერთი ყველაზე სარისკო და ექსტრემალური საილუზიო ნომერი შევასრულო. მანქანა ვმართო სრულიად ბრმად, თვალე ბახვეულმა და თავზე ტომარა ჩამოცმულმა, მაგრამ ეს ადრენალინი აუცილებლად ვინმესთვის უნდა გამიზიარებინა. არ წახვიდე ეგრეთ ხო გული გამისხდება. სწორედ ამიტომ ამ ვიდეოში მოვიწვიე 8 ადამიანი. იუთუბერები, სპორტსმენები, მსახიობები, ინფლუენსერები და ერთი ჩემი მეგობარი, BGR Games-ის წარმომადგენელი დავითი, რომელსაც მანქანების და სისწრაფის კატასტროფული ფობია აქვს. თუმცა მათთვის არ მithქვამს მისთვის მოდიან გადაღებაზე. მათ ხოლმე დაურეკე და ვუთხარი რომ ერთი რაღაც მარტივი ფოკუსი უნდა ვაჩვენო, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს თუ რა სიგიჟე ელოდებათ აქ, სწორედ ამიტომ წინ ძალიან საინტერესო ემოციები გველოდება. და ეს სიგიჟეები სწორედ აი ამ მანქანით Mercedes GT-ით უნდა გავაკეთოთ და ამისთვის მადლობა ჩემ მეგობარს უმაგრეს ადამიანს ლაშას, რომელიც თვალდახუჭული მანდობს მანქანას. Leon, ეს რო გადაითარო თავზე თუ შეიძლება. ესე ვერაფერს ვერ ხედავ შეჩემა. იდეა მქონდა გაქცევის. ჯესეთ სიბნელი შიშიმა. ამოდი. ესენი ნახე. არა, თქვენ ვინ გონი ვართ, ბიჭო ჩემი? რამე ფილმს იღებს? ეს ვინ გაომიგზავნო? თუ თავი აქეთ აქვს, ა? მანუშ, ნუ გეშინია, აქ ვარ არა, გამშვი. მეშინია, ლაშა. გამშვიდი აქ ვარ, მოდი. არა, ზიხა, რა გინდას, მა. დაჯექსო, მოდი. ეს ნიღაბი პროსტა ესე რომ მიიდო რა და რომ დარწმუნდე რომ გაუმჭირვალია. ვერაფერს ხო ვერ ხედავდი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვერაფერს ვერ ხედავ. ეხლაც ვერ უნდა დავინახო? აი ესეც თუ შეიძლება გაიკეთო. შეიძლება აი აქ ცხვირთან პერიფერიულად ხედავ. გაუმჭირვალია, ხო? ეხა პერიფერიულად ხო ვერ ხედავ. აი ვაფშე ჩვენი პირველი მსხვერპლი მანუ და ჰალკი იქნებიან. მანქანის დაძვრამდე რომ ვერ მიხვდნენ თუ რა სურპრიზი ელოდებათ, ყველას ვეუბნები რომ მეც გავიკეთებ ნიღაბს და ტომარას იმის დასადასტურებლად რომ ნამდვილად არ ჩანს არაფერი. ლევან, ოდესმე თუ გიცდია რომ რასაკი? სხვა ადამიანის თვალებით რომ დაგენახა. არ წახვიდე ეგრეთ ხო გული გამისხდება. სამყარო რომ დაგენახა სხვა ადამიანის თვალებით. ესკაპოლოგია თუ გაგიგია რა არის? არ გამიგია. ეს არის ექსტრემალური ნომრების შესრულება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ გზას უყურო და ეხა ჩვენ შორის ხდება ტრანსფერული აღქმა. ანუ ჩემი გონება ცდილობს დაინახოს შენი თვალი და მიკანა. და უბრალოდ მითხარ რამდენად ახლოს ვარ მანქანასთან. ახლოს ხარ. კარგი, მარჯვნივ, მარცხნივ მითხარი. ცოტათი მარცხნივ. კარგი? მარცხნივ. კარგი, მარცხნივ. კარგი. ოდნავ მარჯვნივ აიღე, ოდნავ მარჯვნივ. აქეთ მარცხნივ. შოს. ესე მქონდა. მარჯვნივ. მარჯვნივ, კარგი. კარგი მითხარი. არა, ცოტა ჩემკენ, ცოტა ჩემკენ. ცოტა შენკენ, კარგი. აი ეს, ვაიმე. ნელა, ცოტათი მარჯვნივ, ცოტათი მარჯვნივ. კარგი. ოდნავ მარჯვნივ. კარგი. აი ასე. ეგ ბევრია. კარგი. გასწორ, მარჯვნივ. გას არ ჩავაჭიროთ არა. კარგი, არ ვაჭერ. ჩასახვევია რამე? ხო. ქვემოთ არის ჩასახვევი და მარჯვნივ. მარჯვნივ ჩავ. კარგი, მარჯვნივ ჩავდივარ. გასწორე. კაი, გავასწორე. წრიულია ჩათან. ესე დავიჭირო. აი, აჰა, ნელა ვაკეთებ. ესე მქონდეს? კიდე ავიღო? აჰა. მაიცა, მოიცა, ნელა, მარჯვნივ. წინ წავიდე ესე? არა, კაი. წინ მანქანა მაქვს? ბიჭო ხო? კარგი. აბა რა ვქნა? პირდაპირ ეხა მარცხნივ მოსახვევი, ვაიმე. მოუроდის მოუხვია? მარცხნივ, კარგი. სათამდებელი ვარ გორში. არა. კარგად ატარებ ლაშა. კაი, გასწორე. გავასწორე, კარგი. არა. აბა რა ვქნა? დავილეცე. კარგი, ეხა? მარჯვნივ. კარგი. მარცხნივ. ეხა მოუხვია? მარცხნივ. კარგი. კრუგზე უნდა გავიდეთ პირდაპირ. კარგი, კრუგზე. მარჯვნივ. კარგი. უნდა მიკანა ხო რომ ზოლიდან არ გადავიდე? ნელა, სადმე გვეჩქარება? ნელა. ანუ მართლა მეგონა რომ შევასყდებოდი. არა, ლაშა, არა, ნუ ჩქარობ. კარგი. სადმე პირველივე პატრონის ხელების ხევას დავუწყებ, რომ უბრალოდ გაგაჩერონ და დაგაჩერონ. დავკეთო, აჰა. ეხა კიდე, აჰა. კარგი, გავასწორეთ. ანუ მეგობრებო რა, მე ისეთ მანქანაში მაინც ვისდაც რომ აი პატრული. კაცი რო აღჩობს იქავარ. აქ სადმე არის მანქანის გასაჩერებელი. აი, მოდი მოვიხსნი. შეგეშინა პატრული. ვაჰ! შეუხვიე? აი, აქეთ მიმეხوارა? კიდე არ გაჩერე. всё. ასე? გავაჩერო? ხო. კარგი. აჰა, ვაჩერებ და მოვიხსნი. წავედი დამადე. ლევან. შემეში.
აქედან მე ფეხით წავალ, ძალიან დიდი მადლობა ჩემოთანო. მიგიყვანთ, ოღონდ თვალებ ახლოულის გარეშე მიგიყვანთ. რა კარგია. აღარ დამიო. ეცავს იღავ. მორჩა შეძობას მისავარ მორჩა. შემდეგი სტუმრები, რომლებიც ამ მოულოდნელ ექსტრემალურ გარემოს გამოცდიან, ილო და ნინიკო მამარდაშვილი იქნებიან. მოგძადით ბატონო ილო, მოგძადით, გამძადით. ნინიკო, ამაზე ნაკლებ მანქანაში არ ვждები ხო. მე ვიცი რომ შენ ფოკუსები ძალიან გიყვარს. აქედან ნამდვილად არაფერი არ ჩანს და 100% გაუმჭირვალეა. აუ, რა სიძახ. ნომე დავიჭერ ხე. თეიფი გვაქვს ბატონო ოზი და მეორე მხარესაც გადავაკრათ. ილო, უსტარულად შევაკეთეთ. დავაი. რამე ჩანს? არა ძმაო რა ჩანს. ეხლა პერიფერულად ხო არ ჩანს? არა. ეხლა არაფერი არ ჩანს. ილო, იცი რა უნდა კითხო? ოდეს მე თუ გიცდია რომ სხვისი ადამიანის თვალებით დაგენახა. რას ნიშნავს სხვისი ადამიანების თვალით და გიცდია ოდეს მე? ნინიკო, ოდეს მე თუ გიცდია სხვა ადამიანის თვალებით რომ დაგენახა. აუ რატო არ მითხრაზე ხარ თავი და რას აპირებ და აქ ჩაგიჯდებოდი ბიჭო? კარგი, ნახე უკვე. არა, მარჯვნივ. კარგი, მარჯვნივ. პირდაპირი არა. პირდაპირ დავდივარ, კარგი. უნდა მიკარნახო გზა. პირდაპირი არა. კაი. всё აი აბა, ესე. არც მარცხნივ არც კარგი. არა, აბა, მითხარი. და შეგიძლიათ ცოტა მარჯვნივ გადმოდი. კარგი, მარჯვნივ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენი გონებიდან ინფორმაცია ჩემს გონებაში უსწრაფესად წამოვიდეს რა. ხო. მაგას სწორე იგი მარცხნივაში. აჰა, მარცხნივ. მარჯვნივ. ჩვენ შორის ზუსტად ისეთი კავშირი უნდა იყოს რა ილო, როგორც აქვს როუმინგოს. ნამდვილი შეუზღუდავი უსწრაფესი 5G სიჩქარე რა, რომელიც დედამიწის ნებისმიერ წერტილში არასდროს ნელდება ულიმიტო ინტერნეტის შემთხვევაშიც კი. დედასპიცავარ თუ რამე მესმოდეს რას ლაპარაკობ, ეხა საერთოდ 5G გავიგე მარტო და კავშირი. მართალია, ამ ემოციების ფონზე ძალიან რთული დავალება იყო ილოსთვის ამეხსნა თუ რატომ არის როუმინგო იდეალური არჩევანი და საუკეთესო სამოგზაურო ინტერნეტი. არ მესმის იმიტომ არა რომ ხმა არ მესმის, მაგის ფიქრის თავი არ მაქვს. თუმცა შენ ჩემო მაყურებელო, რომელიც ახლა კომფორტულად მოკალათებული უყურებ ვიდეოს თუ ზაფხულის განმავლობაში გეგმავ მოგზაურობას, შეგიძლია გამოიყენო ჩემი პრომოკოდი ლაშა, მიიღო 20%-იანი ფასდაკლება როუმინგოს ყველა პაკეტზე და დედამიწის ნებისმიერ წერტილში მოიხმარო 5G ინტერნეტის შეუზღუდავად. ლაშა, რა საკეთებ? მითხარი რომ ის მოუხვიო. მოუხვია, კარგი. ნელა, არ დაეტაკო ჩვენივე მანქანა ცოტა დაატორმოზე. როგორ ხედავ მაგ რაღაცაში? ზუსტად ეგ არ გაიკეთე, რაც მე მეკეთა? ზუსტად ეგ გავიკეთე, ამიტომ შენ უნდა მითხრა მარცხნივ, კარგი. აი ეგრე ძალიან არა. აბა. ლაშა, მე მაგ აიტარებ, არ ვიცი და არ აუ, უბრალოდ მიკარნახე, ახლოს მივარ თუ მარცხნივ, კარგი. აი, მარჯვნივ. ჩემ. აბა. ლაშა, ნელა. კარგი. ნელა! ნელაია. აუ, ეხა დავება. კარგი. ეს რა გამიკეთა? მეთქი რა უნდა? აი! საო, მარჯვნივ. მარჯვნივ. ეხა მარჯვნივ. აჰა, კარგი. ეხა მარჯვნივ. რა პონტია პროსტა? კარგი. ბლა. აუ, ეხა აქ საწევდივარ, აქ არ მატა. აი, ცოტა ნელა. აქ რამე სივრცე არის გასაჩერებელი მანქანა. გავაჩეროთ? მე რა პიზდეცია. ბიჭო, ამ პატრული არ არის, არ ვიღაცა გაგვაჩერო ცოტა ხანი, არ შეიძლება. ხალხი როგორ გვიყურებს, ნახე. გატაცებული. მე მინახავს რომ ძღოლი რო არ გვერდზე რო გატაცებულია ტიპი. გატაცებული ძღოლი ჯერ არ გამიგიათო. როგორ მოგეწონა ფოკუსი? არ მომეწონა. საერთოდ არ მომეწონა. ასე ხარ ბიჭო. ჯერ ვაფშე ვინ განდო ეს მანქანა, ასე რო არ გენანება ძმა, მე მაჩუქე ეს მანქანა, თუ არ გენანება. ლოგიკაა ეს კაცი თვალდახუჭული მედობა თქო რა. მანახე ერთი წა. არაფერი არ ჩანს რა. აკაც შეხედე. პონტი არ არის. არა ძმაო, რა ჩანს. რანაირად. როგორი გამოცდილება იყო, შეგიძლია რომ ვითხრა. რანაირად. 4 შვილის მამა რო არ დაიბარო ეგეთ რამეზე. არ შეიძლება, შეიძლება რომელიმე თქვენგანმა იფიქროს რომ ნიღაბი, რომელსაც ვიკეთებ სპეციალურია, ან ტომარაშია რაიმე განსაკუთრებული, ან იქნებ ორივე მათგანში. სწორედ ამიტომ ჩემი შემდეგი პერფორმანსი, რომელსაც ბასტო დაესწრება, იმედია ყველა თქვენს კითხვას გასცემს პასუხს. ჩემო ბასტო, ნახე, აქ მე მაქვს 2 წალი ფიშკა. თუ შეიძლება რომ ეს ფიშკები ესე აიფარო და მითხრა რომ აფარვის შემთხვევაში რამეს თუ ხედავ. სრულიად ფარავს, ხომ მართალი ვარ? აუ ეხა ძალიან მაღიზიანებ. უბრალოდ კიან არა. რატო გინდა ფარავს და მე რა ჩემთვის ფარავს. ეხა ეს ორი რო აიფარო და რო დატესო. აუ არ ვერხარ, კი ფარავს. შეგიძლია რომ ესეც ერთი წავი დაადასტურო რომ ფარავს. ფარავს, კაი. მოდი ესეც შენი დახმარება დამჭირდა, მე პოკეს ფიშკებს ავიფარებ. ეხა უნდა მომადო ღრუბლები, აი ესე. გაკეთებაში უნდა დამეხმარო რა. აი იმის, კარგი, მათხოვე.
კარგად ჩამოვწიოთ, აი ესე. სო. ჩემო ბასტო, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ მაინც ყოველი შემთხვევისთვის რომ გადაიცვა, გთხოვ, უცბად პროსტა ჩამოიცვი და რამეს თუ ხედავ აქ. და რომ მოატრიალო აქეთ-იქით, ესეც მოატრიალავი, რამეს ხედავ? არა. აი, მოდი მე მაინც გადავიფარებ, აი ესე. და შეგიძლიათ რომ შეკრათ ბასტო. ბასტო, არ ინერვიულო. ესკაპოლოგია თუ იცი რა არის? როდესაც ილუზიონისტ ადამიანს ყელში დანასურთხავ. არა, ესკაპოლოგია არის ძმაო ექსტრემალური ნომრების ჟანრი. შენ არ გაქვს ერთი წოდი. ჩვენი მიზანია არ და მაინტერესებს. მიკან ნახო მარცხნივ მარცხნივ წინ, ნელა! ზებრასთან უნდა გააჩენო. სად? ზებრასთან, არა, წინი არის, წინი აი, არის შენიკა. სად მივდივარ? სახში მაინც მე მიყვანე შენ. მარჯვნივ ცოტა. ზანა. კარგი. უნდა მიკან ნახო, ნახე ეს არ რა გიკარნახო. ჩვენ ეხა ნახე ბასტო გულწრფელად პროსტა გზას უყურე. ხო, ძალიან წინ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გონება ეხა ოდნავ ჩქარა. ჩემი გონება ცდილობს შენი თვალებით დაინახოს. ბაზარი არა. ამიტომ შენი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გზას კარგად დააკვირდე, კარგი? ვაკვირდები. კარგი? დისტანცია ნორმალურია? კი. არსად მოსახვევი როგორც მახსოვს ჯერ არ არის. არ არის. კარგი, უბრალოდ წინ უყუროთ, კარგი? აუ ეხა დაღმართია, შენ რაღაცას არ შემაჯახს, თორე. სად წავიდე? აი, გაყევი მარჯვნივ. მარჯვნივ? ეე! მითხარი, შენ ჩემს სად ბიჭო, წავიდე? ორი გზა არის, ერთი მარჯვნივ მეოდი მარცხნივ მარჯვნივ თქოს, მარჯვნივ კაც შეუხვიოთ. ეხა რა ხდება? ეხა არის მოსახვევი, მაგრამ აი, აი, მოუხვიე მარჯვნივ. კარგი? მარჯვნივ შენ. უხვევ. მარჯვნივ. კიდე მარჯვნივ. დაგერ წინ პრიუსი ყავს. წინ. შენ ბიჭო არა გას. წინ ხავს პრიუსი და გადაასწარი ვარ მითხარ. მარცხნივ. ჩაო. კარგი, ეხა რა ვქნა? აი მოიხსენი რაღაც. გავასწორო? ბიჭო! რა ვქნა, მითხარი შენ. აგერხევა, შენ მობასწრით ავარ ფოკუს კი არა, ილუზიონისტური მას კი არა, დაგწყეული. აი წინ. აჰა, მივდივარ წინ. მარჯვნივ. შენ რა ვქნა, მითხარი? ამოვიღებ ეხლა და მუშტა გარწყამდე და მომიხვდე. რა გავაკეთე? მარჯვნივ აუხვია ეს კაც. აჰა. როარ მეთქვა, არ მოუხვევდი. რა ვქნა, მითხარი, მე გეუბნები. ეხლა ვარ გამფის კალონკასთან. გავაჩეროთ სადმე? არ გინდა. გურის თაფლია. სუდადავარ, ვერ სუდქავ. ეს რა შემიკრები? ჩემო ბასტო. როგორ ახარ? არა, მე რაზე მეშლება იცი ნერვები? როგორ ახარ? რომ ვერ ხვდები რასაკეთებ. არა, მე ხო ვიცოდი რომ საფრთხეში არ ჩამაგდებდი რა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ რომ ეს არის საილუზიო ნომერი, აბსოლუტურად ყველაფერი გათვლილია. გთხოვთ რომ არც ეს შემთხვევაში არ გაიმეორო. შენი მოფიქრებული მოგზია. იყიდე თუ მოიფიქრე. თუ ვიდეოს დადებიდან ერთი თვის ვადაში ჩემი არხი ავა 200,000 გამომწერზე, ნებისმიერ ლოკაციაზე, თქვენ შერჩეულ ლოკაციაზე, ნებისმიერი მანქანა, ნებისმიერი თვალსაჩინო, რომელსაც თქვენ მოიტანთ, ლაივში გავატარებ თვალახვეული მანქანას. აბა, ნახოთ ერთ თვეში რამდენი გამომწერი მომატება. ახლა კი ვნახოთ რა რეაქცია ექნება მახარას და განსაკუთრებით თათიას, რომელიც იმ პირობით მოვიდა, რომ ამ ფოკუსით 8 კილოს დაიკლებდა. მეც გავიკეთებ მაინც, ვერაფერს ვერ ვხედავ. შენ თუ ისეთ ფოკუს გამიკეთებ, რომ -8 კილო ერთი კვირის მანძილზე დამაკლებინე, აი ეხლა რომ ჩამოვიხე რას ხედავ? თათიაც დამიდასტურებს. საერთოდ აღარ ჩანს არაფერი. წათი. წავიდეთ? მითი. თათია, ისე ოდესმე თუ გიცდია რომ არ გამაკეთე. თუ გიცდია რომ ლაშაკთხო. სხვა ადამიანის თვალებით დაგენახა სამყარო. ლაშაკთხო. ჯერ მე უნდა ვიცოს. და უნდა მითხრა როგორ დავდივარ. ცოტა მარჯვნივ. ცოტა მარჯვნივ, კარგი? ლაშამ ჯერა რომ ძალიან მახარია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გზას უყურო, კარგი? უნდა მიკარნახო, კარგი? კარგი? ახლა დისტანცია ხომ აქვს მანქანასთან? კი. კარგი, უნდა მიკარნახო თუ მარჯვნივ მარცხნივ შენი არა, იმედი. ნელა. აი, ნელა ვარ. ნელა მარცხნივ მოუხ. მარცხნივ, კარგი? ძალიან არის, ბევრია მარჯვნივ. არა, ნელა იარე. ღმერთო უფალო, დიდება შენ და ორი შვილი მყავს, ბავშვი აბარებს, 2 წელი დარჩა, დათა გასაზრდელი მყავს. აი, მითხარი თუ არა, კარგად მივდივარ, აი ესე მივდივარ. აი 20 მეტრი გაქვს. კარგი. არა, ესე იარე ჯერ. კარგი. ცოტა მარჯვნივ აიღე. ცოტა მარჯვნივ ავიღე, კარგი? ესე? ესე? არა, აბა, მარცხნივ, კარგი, მარცხნივ.
მარჯვნივ, მარცხნივ. შეჩება გზა არ გახსოვს. მარჯვნივ. მარჯვნივ ცოტა. მარჯვნივ. მერტო მამაო ჩემსა დაგვენახე უფალო იესოცა დახარ. ამ კარგი, რა ვქნათ მითხარ? ნახე ახლა ორი გზა ჩადის, მარჯვნივ და მარცხნივ. მარჯვნივ წავიდე თუ მარცხნივ? მარჯვნივ ხო არ კარგი, მარჯვნივ ვარ. მარჯვნივ. ხო ილუზიონისტი ხარ, ეხა არაფერს გეტყვი ლაშა. ლაშა მიყურე. ხო მერტო. ნაკადა მარჯვნივ. ფილო. კარგი. ბავშვებო მიყვარხართ და მარცხნივ. მარცხნივ, კარგი. თუ დედას რამე მოუვიდა ქეთო შენ მაინც ჩააბარე რა ფაკულტეტზეც გინდოდა. მარცხნივ ეხა ლაშუკი. მარცხნივ ლაშუკი. კიდე? კარგია. გაასწორე. გავასწორე. გაასწორე მარცხნივ. მარცხნივ, კარგი. ლაშა ყოველთვის გენდობოდი, მაგრამ თლად ესეც. წინა მანქანაა და გადაასწარი. მინდა მიკარნახო როგორ გადავასწრო მაშინ. ბიჭო, აი მარცხნივ და გადაასწარი ეხა. მარცხნივ? ესე? გიწადი. მარჯვნივ. კარგია. რაიმე. მოიცა. ლაშა ჩქარი ხარ და თამამი ცოტა. კარგი, კარგი. 30-ზე მეტით არ უნდა აა 30-ზე ახლა მეტით. იქით ზოში გადადიხარ, აქეთი არის მარჯვნივ. კარგი, აქეთ ვივლი. აი ნელ-ნელა ბევრია. კარგი, კარგი. კარგი. ნელ-ნელა ლაშუკი. და მარჯვნივ. ნელა ფრთხილად. კარგი. მარცხნივ. ფრთხილად. მარჯვნივ. სად ვარ მითხარი? მარჯვნივ, კარგი. მე მაინტერესებს, პასუხს თუ გამოჩნდება. რა მოხდება? უნდა უთხრა რომ მარცხნივ. აი მარცხნივ. პირდაპირ და გააჩერე. მითხარი რომ გავაჩერო? ჩო. აჰა. კაი, მოვიხსნი. რა გინდოდა? შენ მითხარი რა? აი რა გინდოდა? 8 კილო რო დამაკლებინო. ხოდა თათი არ ვიცი ეს ფოკუსი რამდენად დაგეხმარება რომ 8 კილო დაგაკლებინოს, მაგრამ ჩემი მეგობარი კომპანია არის Fitio, რომელიც არის რეალურად ჯანსაღი კვებისთვის გათვლილი, გეხმარება კალორიების დათვალში, მე უკვე დავწვი იცი და მე შენ გაძლევ ამ აპლიკაციის მთელი ცხოვრების ეკაუნტს. უსასრულოდ შეგიძლია წვემა გქონდეს ამ აპლიკაციასთან, შეგიძლია ზუსტად გათვალო კალორიები და ჯანსაღად იცხოვრო. გაიხარი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საყვარლები ხარ ყველა, მაგრამ იცით რა, მე უკვე დავიკელი. კარგი იყო? ნორმალური. მე ვიცი რომ შენ მოგზაურობაც გიყო. კი. და roaming-ოსთან გამოგეცემა 50 გიგაბაიტი ინტერნეტი საჩუქრად, რომ თურქეთის პლუს მთლიანი ევროპა ნებისმიერ ქვეყანაში 5G სიჩქარით 5G აღარ მიხსენებ. ოღონდ ულიმიტოდ შეუზღუდავად მოგეწოდება და სიჩქარეს არ კარგავს. და ბოლოს ჩემი მეგობრის დავითის დროც მოვიდა, რომელმაც განსხვავებით სხვებისგან არათუ ფოკუსი, არამედ ისიც კი არ იცის, რომ ახლა გადაღება მიმდინარეობს. მას უთხარი, რომ ვიდეოს ჩაწერა ხვალ მაქვს და აქ ჩემს დასახმარებლად თხოვე მოსვლა, რომ რეპეტიცია გამევლო და მენახა თუ როგორ გამოჩნდებოდა მთლიანი პროცესი კამერებში. იქ რომ მივალთ, მე რა ვაჩვენებ ფოკუსს რა. აქ არაფერს აქ ფოკუსი არ არის? აქ არა. აქ არა. არც არაფერს არ მიხსნი? აქ აგიხსნი, ანუ აი გზაში აგიხსნი, პროსტა სტუმარს რო ჩავისვავთ, ეს უნდა გაიკეთოს სტუმარმა რა. მოიხსენეთ. მეც უნდა გავიკეთო? რავი, მაინც გაიკეთე რა, რომ არაფერი არ ჩანს. ჩანს ხო ეს? არა, ვაფშე არ. მე გადავები. ხო, ეს აი ესე ჩამოიცვი. ეხა ხო ვერაფერს ვეღარ. ვერაფერს. მე დავტესტა უბრალოდ ჩანს თუ არა რა. წაში. არა, ველოდები რომ წავიდე. რო წავლენ მითხარი, კაი? ავიდნენ არა რა. ნახე, ოდეს მე გიცდია დავით რომ სხვა ადამიანის თვალებით დაგენახა სამყარო. ერთი წამი. ნახე, მინდა რომ გზას უყურო, ძალიან მნიშვნელოვანი რომ გზას უყურო დავით. ბიჭო, და უნდა მითხრა, სწორად მიდვარ, დისტანცია მაქვს? ლაშა. დისტანცია მაქვს? კი, ლაშა. რა ვქნა მითხარი? დაიცა ბიჭო. მარცხნივ უნდა მითხრა. ერთი წამით გააჩერე. მარცხნივ მითხარი რომ რა ვქნა? ბიჭო, ერთი წამი. მორო მითხრა, მარცხნივ. გაჩერდი. უნდა მიყანახო რა. ერთი წამი. ბიჭო, ერთი წამი. შევანელო? დისტანცია არის მანქანაში. დისტანცია გიჭირავს, კი. კაი, სწორად კი, სწორადი არის. აი ძმაო, ხა უნდა მიყანახო მოსახლეობით თუ არა, მარცხნივ ცოტა არის. კარგი. არა, ძალიან. აბა, ესე? ერთი წამი, ლაშა, რა საკეთებ? მიჩხარი რომ ნახე მაქსიმალურად უნდა ავითვისო გზა რა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხვალისთვის იყო მზა და ლაშა, ცხოვრა. გააჩ მარცხნივ. მითხარი მე. ერთი წამი. აი. მარჯვნივ. ერთი წამი, ბიჭო. ძალიან ნელ. ახოს ვარ. მარცხნივ ცოტათი. მარჯვნივ. გაასწორი, მარცხნივ. პირდაპირ იარე. კარგი. ეხა მიყარნახე რა ვქნა. მარცხნივ. ოდნავ მარცხნივ. იარე წინ. კარგი. მარჯვნივ ეხა მიდი აიღე მარჯვნივ. ლაშა, რა საკეთებ? გაგიშდი ბიჭო. კარგი, ეხა რა შვები? ერთი წამით.
მანქანები გვერდით მიქები მაქვს. არა იყავი ეგრე იდე კონდეს აღებული მიდი იარე ერთი წამით ბიჭო სააჩქარო ნუ მიდიხარ რა საკითხია ერთი წამით აი რა ვქნა მითხარი. ერთი წამით გაჩაჩე აი გავა ცოტა ხანს ვაჩერებ ცოტა ხანი. მარცხი ვაიღე აი მარცხი ავიღე ეხლა მარცხი კარგი კიდე კიდე არა ესე არა აბა მარცხი კაია ეგრე მარცხი კიდე კარგი ესე მეჭიროს კი კარგი. გეჭიროს ეგრე ხოშეროს კარგი მიჭირავს ეხლა ცოტა შეანელო აი შევანელოთ ცოტა შევანელოთ მარჯვნივ კარგი იში ხარც გაჩერე და იცემ აქ სად ვართ ვარ კარგად მიდიხარ კარგი აი მე ლაშა რა საკეთებ მარცხი კარგი იყევი ხნელა სწორად მიდიხარ რა ვშვებით მითხარი სად ვარ ეგრე კონდეს წინ მანქანა არის კი ლაშა შეანელი ცოტა კარგი მარცხი ვაი იარე წინ იარე მაგი არა და ისე ლაშა გაჩე შეანელე ბიჭო ვაიმე ლაშა გაჩე ლაშა რა საკეთებ ლაშა რა ვქნა მითხარი ახდება შეანელე მანქანა ყავს ლაშა კარგი ვანელებ ეხა სადმე მოსახვევი მარჯვნივ არის მოუხვიო მარჯვნივ ბალომდე კარგი ეხა სად ვარ აი ეგრე გქონდეს ესე მაქვს მიდი გასწორი კარგი ლაშა რა საკეთებ აქ სადმე არის გასაჩერებელი კი მარჯვნივ ვადი აქ მაღლა მარჯვნივ არა აქ ადი მარჯვნივ ხო მარჯვნივ არავინ არ არის გააჩერე მარჯვნივ ვადი და გააჩერე всё გააჩერე აქ გავაჩერო გავაჩერო აქ ხო აუ ლაშა იმენა ბოროტი ადამიანი ხარცო გითხრეს ხო რომ მეშინია მაგრამ ვაიმე დათუჩი ბოდიში ძმაო მაგრამ ყველაზე თავარი პლოტ ტვისტი გინდა გითხრა არის რეალურად ვიდეოს ვიღებ ძმაო არ არსებობს მართლა კი შეგიძლია შემაყურებელს მიესარო უმაგრესი კაცია ძმაო აუ ერთი წამი მივესალმე გახეს აი ხა იყო საგინაშვილი მანამდე აი აუ კაი ლაშა რა კარგი მსგავსი არასდროს არ სადოთ რეალურ ცხოვრებაში